მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა და დღევანდელ გადაცემაში გემრიელად უნდა გამოგზაუროთ, იმიტომ რომ უნდა გაგიზიაროთ რეკომენდაციები, სად ღირს დასასვენებლად წასვლა, სამოგზაუროდ წასვლა კულინარიული თვალსაზრისით, რომელი ქვეყანა არის უფრო მომხიბლავი ამ კუთხით, ასევე უფრო იაფი, ძვირი, შთამბეჭდავი, განსხვავებული და ასე შემდეგ. Რა თქმა უნდა, სტუმრებით შესაბამისი მოვიწვიეს სტუდიაში. ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეც მოგზაურობენ თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში იმედის თანამშრომლებს შორის. ძვირიანებიც ის მარიკამდა. მე იაფიანები ვიცი. წარგადგენ, ხმაზე გიცნეს ალბათ მსმენელებმა, მაგრამ მაინც წარგადგენთ ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, არაჩვეულებრივი წამყვანები და იმედში ყველაზე უფრო გამორჩეული მოგზაურები ვასიკო ედიშვილი და მარიკა ბაკურაძე სტუმრობენ დღევანდელ გემრიელ რეკომენდაციებს. მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით რადიო მსმენელს და კიდე YouTube მაყურებელს, რომელიც ნახავს ამ ეთერს. კი ბატონო, აქვე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ჩვენი გადაცემის ნახვა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში, Facebook საშუალებით, Facebook გვერდის საშუალებით, რადიო იმედის, ასევე პორტალებზე MyVideo-ში, იმედი წერტილში და მაგთის IPTV 53 არხზე. ეს ყველაფერი მეც კი არ ვიცოდი. შესანიშნავი ინფორმაცია. შეგვიძლია დავიწყოთ, გადავიდეთ შეკითხვებზე და ჩემი აზრით, როდესაც მოგზაურობთ ყველა ასე ალბათ, ყველაზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ჩვენზე ახდენს ის, რაც ჩვენთვის არის უჩვეულო. არა აქვს უშუალობა ეს რაღაცა ღირსშესანიშნაობა, ტრადიცია თუ ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით მარიკა თუ გახსოვს კერძი ან პროდუქტი, საკვები, რამაც უჩვეულო, რაც ჩვენთვის ქართველებისთვის უჩვეულო. ამ თვალსაზრისით რომელი ქვეყანა უფრო გამორჩეული? ყველაზე უჩვეულო რაც მინახავს, უბრალოდ ვერ გავბედა გასინჯვა, იმიტომ რომ შემეშინდა რომ მოვიწამლო მე სად წავიდეთქო. ეს იყო ხეზე გამობმული ყურძენი. ანუ ყურძენი ხეზე გასული გურიაში მოგეხსენებათ ყველა ვიცით, მაგრამ ის ყურძენია უბრალოდ გასული ხეზე და ეს როგორც ხის ნაყოფი, იმიტომ რომ ესე ღია კაფეში ვზივარ და ვხედავ რომ ესე ქვიშასთან დაყრილია როგორც შავი ყურძნის რა ქვია ბურთულები ხო არის ხოლმე რომ ჩამოცივდება თქვა ტალავერი და რაღაცა ხო ესეთი ვერ მივხვდი რა იყო და ეს რა არის მეთქი და ყურძენიო ვა ვიფიქრე რანაირად აქ ტალავერი არ არის ავიხეთ და დგას აი ძალიან მსხვილი ხე თლაც ახლა მუხის ზომის არა, მაგრამ საკმაოდ მსხვილი ხე, დიდი ტოტებით და საიდან მოდის ეს ყურძენი მეთქი და აი ხედე შვილა ზემოთო და ავიხედე და აღმოჩნდა რომ აი ამ მსხვილ ხეს აქვს მოსხმული ყურძენი. ეს არის მექსიკა, მაგრამ ეს არის კონკრეტულად ნახევარკუნძული, რომელსაც იუკატანის ნახევარკუნძული ქვია, სადაც ცხოვრობენ მაიას ტომები. აი მანდ აი, ხედავ, რა ადგილებში ადამიანი ნამყოფი. აი ხა იქ რო ცუდად გამختارიყავ, მე საწასულიყავი, ამიტომ ვერ გავსინჯე, მარტო მაქვს ფოტოები და ესეთი შთაბეჭდილება. აი, რაც შეეხება საერთოდ ჯერ მგზავრობაც და მე ხა კულინარიას ვეხებით და იცი როგორი თემა არის. ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი არის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ყველაფერი აი რაღაცა შეესატყვისება ხოლმე თითქოს და ის უფრო ორგანული არის ხოლმე იმ ადგილებისთვის, რომელშიც მიდიხარ დასასვენებლად. ძალიან ბევრი რაღაც საინტერესო საკვები შეიძლება შეგვხვდეს და ბევრი რაღაც საერთოდ და არა მხოლოდ საკვები შეიძლება ხილი იყოს და სულაც არ იყოს ეს როგორც მაგალითად აი ეს რაღაცა ველური ყურძენი. მაგრამ საქმე რა შეიძლება თავარი არის ქართველ ადამიანს თუ ჩვენი მაყურებლის კი არა და მსმენელისთვის ამ შემთხვევაში ბოდიში მიჩვეული ვარ მაყურებელს, მაგრამ მაყურებელსაც მსმენელს ანუ რა არის ქართული პირის გემო ეგრეთ წოდებული ჭყალაში თქვა არის განსხვავებული. ანუ ჩვენ ცოტა სხვანაირი საკვები გვიყვარს, უფრო მძაფრი, მაგალითად კინძი, სადაც ბევრი არის, ხოლმე ნიორი გვიყვარს ძალიან და ეს ყველგან არ არის. ყველა ქვეყანას რაღაც თავის დამახასიათებელი. მაგალითად, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აი პორტუგალიაზე უნდა თქვა, pastel de bacalao, ასე ქვია. ანუ ეს არის კარტოფილის ბურთულები, რომელიც აი საფანელებით რაღაც ესე მრგვალდება ბურთი არის და შიგნით დევს ყველი და ყველში შიგნით დევს გამომშრალი თევზი. წვრილი კიდე ერთიანად იჭმევა, ანუ აბსოლუტურად და არის უგემრიელესი. იმიტომ რომ პორტუგალიაში ხო ზღვის პროდუქტები საკმაოდ მრავლად არის და შესაბამისად იქ დამახასიათებელია კარტოფილის თავი დავანებოთ, კარტოფილი ყველგან არის და ყველიც. იმათაც აქვს. რა კიდე რა შეიძლება ისეთი უცნაურად ყველაზე მეტად აი ესპანელები მაგალითად გოჭის ხორცს ახლოსავართ. გოჭის ხორცი უყვართ. ანუ ღორიც ცხადია, მაგრამ გოჭის ხორცი უყვართ და განსაკუთრებულად რაც დამამახსოვრდა სხვათა შორის არის
არ ვიცი, ბევრს ალბათ უჭამია, ბევრს არა. გოჭის შემწვარი ყურები მოსხმული ესე იგი სპეციალური соусით, რომელიც აი ნივრის და იმის რაღაცნაირია ესეთი გემო აქვს, რომელიც ქართულივით არის და ძალიან გემრიელი საჭმელი არის. ეს ესპანეთს რაც შეეხება. ნიორი ესპანეთში საერთოდ ძალიან ისეთი ესპანეთის სოფლებში, განსაკუთრებით ანდალუსიის მხარეში პურის ნაჭერზე გახუხულ პურს, რასაც ვეძახით, უბრალოდ ესე ნიორს თუ გადაუსვამ და ერთ პომიდორს დაადებ, ის არის საუზმე. ტაპასები რაც კეთდება, ანუ ტაპასები პატარა პურის ნაჭრები, რომელზეც სხვადასხვა ვარიაციები არის. მე რეკ სახელმწიფო გზნობა, ტაპას რატო ქვია ტაპას, იმიტომ რომ ჭიქა ხომ არის, აი ღვინის ჭიქა, თქვათ ერთ ბოკალს სვავდნენ და ტაპას ტაპარ ესპანურად არის დაფარება. ანუ იმ ჭიქ ღვინოს რო არ დამტვერილიყო, ედგა პატარა ლამბაქი, ასე ვთქვათ და აი იმაზე რაც დაეტეოდა, ის იყო ტაპასი. და მე ეს უკვე გავრცელდა როგორც მე როგორ ყველაფერი ის ჩემო მარიკა, ჩემ მარიკა არის, ჩემ კიდე სახელებში ჩადებული ეს მინდა. ხო, რა თქმა უნდა და კიდევ ერთი ძალიან რაც აი ეს უცებ რაც გამახსენდა, თორე კიდე გამახსენდება დარწმუნებული ვარ. გამახსენდა და დამავიწყდა, რომელიც თქვენს ყურადღებას განსაკუთრებით ხო, აუცილებლად უნდა ითქვას აი ზღვის პროდუქტებზე თითქოს ხა ხო პორტუგალიაზე ვთქვი და მაგალითად მარსელში. მარსელისთვის დამახასიათებელი და ერთ-ერთი საკმაოდ ძვირად ღირებული კერძი, რომელიც არსებობს, იმას ქვია ბუიაბესი. ეს არის თევზის წვნიანი, რომელიც იდეალურად სულ ორ ადგილას კეთდება, მაგალითად მარსელში ეს ბუიაბესი, აი ამ იმ ტრადიციის დაცვით, რომელიც იმთავითვე არსებობდა, ანუ ეხლა ეს რას გულისხმობს? ადრე იყო ღარიბების საჭმელი ეს. იმიტომ რომ მონარჩენები თევზის რაც იყო, რამდენიმე სახეობის თევზს ერთად ყრიდნენ და იქ იმის განაკეთებდნენ, ანუ ამას და მერე რაღაც ისეთი გახდა, უფრო დახვეწეს და სხვადასხვა კარგი თევზის ჭაღრაც დაიწყეს შესაბამისად და ეს უფრო ძვირი გახდა და ახლა კარგ ბუიაბესად მაგალითად ითვლება, როდესაც შემოგთავაზებენ დასაწყისშივე გაგიკეთებდო, ანუ შენ გიმზადებენ სპეციალურად და რა თევზებისგან მოამზადო. ანუ ჩამონათვალე არის და აი 9 სახეობის თევზისგან კეთდება, ეს და 9-ვე არის საკმაოდ ისეთი თევზი რა, იაფირო მარღის და შესაბამისად ბუიაბესის ფასი მიახლოებით რომ მიხვდეთ, ყველაზე აი ესეთ შედარებით ორი ადგილიდან მეთქი ვთქვი და ერთი შედარებით ისეთი მაგარი რო არ არის, რო არ ითვლება 70 ევროდან იწყება და 140-180 ევრომდე ადის აი ბუიაბესის ფასი. არის უგემრიელესი, ეს გადაცემაშიც ჰქონდა, არა, მართლა გემრიელი არის, მაგრამ მე იქ 9 თევზის არჩევანის საშუალება არ მქონდა, იქ რაც არჩეული ჰქონდათ ის ავიღე მე სხვამ და იყო 5 სახეობის და ეს ამიტომ შედარებით უფრო აი ამ ასე გამიმართლა და იმ რესტორანში ჩაწერით რა თქმა უნდა და ისე ვერ აღმოჩნდები. ეს არის აი მათი განსაკუთრებული რაც მარსელისთვის დამახასიათებელი კერძი. ხო, კონტინენტებზე რო გადავინაცვლოთ, მაგალითად აზიაშიც იყავი როგორც იცი რა, არა, აზიაში არ ყოფილვარ, სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ მიყვარს ძალიან აზიური სამზარეულო, იქით არ ყოფილვარ, მაგრამ მე ვიყავი ну შუა აზიაში ვიყავი, კარგი, აი მაგალითად ვიყავი თურქმენეთში. საინტერესო. და მინდა გითხრათ რომ ყველაზე იაფი საკვები არის იქ თურქმენეთში, კი და არის ხო აუცილებლად და თქვა და გემრიელად აკეთებენ ყველაფერს, რასაც აკეთებენ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, პორცია აქვთ აი ესეთი რა, რო გესიამონება ადამიანს. კარგად რო დაგიდებენ, გემრიელად რო შეგარგოს ღმერთთან, გენაცვალე ჩამეო. ხო, აი რაღაცა მათლაფა თუ არის, მათლაფა არის რაღაც, კი. ბევრი ალა ხორცია, ბევრი ხორცი იქნება, სხვარი თუ გიყვარს გეშველა, მე მიყვარს სხვარი და შესაბამისად ცხიმიანი კერძებიც აქვს. ცოტა არა, ძალიან ცხიმიანი აქვს, მაგრამ იცი რა, არჩევანის საშუალება არის ახლა დედაქალაქში, მაგალითად შეგიძლია უპრობლემოდ ტაშკენტში მიირთვა რაც გნებობს, ევროპულიც კი შეგიძლია მიირთვა, მაგრამ იქაური თვითონ აი იცი რა და კეთილგანწყობილი ხალხია ძალიან და ამას ძალიან გულკეთილად აკეთებენ და ძალიან კარგ პორციებს გაძლევენ, სხვათა შორის ასე იციან გერმანიაში კიდე. კი, გერმანიაში იციან კარგად დადება რა. ანუ ეს ყველგან არ არის ევროპაში. აი საფრანგეთში მაგალითად ასე არ არის. ესპანეთშიც რო გითხრა რომ განსაკუთრებულად დიდი პორცია შეიძლება იყოს, კი ეყოფა ადამიანს, მაგრამ აი როგორ არის ერთნახევარი ადამიანისთვის არის ხოლმე და ერთზე 5 არის გაწვრილი, უფრო მეც გაწვრიან. მე გამახსენდება კიდე ადგილები, მაგრამ სიშორეზე და სხვა კონტინენტებზე რო თქვი, მე ესეთ რაღაცის თქმა მინდოდა, რომ მე ცოტა უცნაური ამოჩემების ადამიანი ვარ, არ მიყვარს ისეთი რაღაცების ჭამა საქართველოში, რაც არ არის ჩვენ. აი მაგალითად, საქართველოში გავაწლები და არასოდეს არ ვიყიდი ავოკადოს.
აი არასოდეს ასევე გავა დრო და არ შევჭამ სუშის. იმიტომ რომ ეს ის არ არის. ის რაც ბავშვებიდან არ ვართ ტოკიოში რომ ვიყავი, მითხეს რომ თუ გინდა ტოკიოში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ნახო, ეს არის თევზის ბაზარი, სადაც უნდა წახვიდე დილის 5 საათზე. და საერთოდ სუში რას ნიშნავს, ხო, რომ გიხსნიან, გეუბნებიან, რომ ეს არის ორი მთავარი კომპონენტი, რომ აუცილებლად უნდა იყოს ოკეანის თევზი და იმ დილის. აი რომ შემოაგდეს ოკეანიდან თევზი და დააგდეს ესე დახლზე და რომ აათალეს და ჩადეს და გადაახვიეს ბრინჯი, ის არის სუში. ეხლა მაგას საქართველოს ხო ვერასოდეს ვერ შევჭრე. საქართველოს კი არა, სხვა ქვეყნებშიც რეალურად ხო, სადაც თქვათ ესე ოკეანისთან არის ისტორია, როდესაც პრემიერი იაპონიის ყოფილოდა რომელიღაც ქვეყანაში და უთხრეს რომ იაპონურ რესტორანში წაგიყვანთო და გაჭმევთ სუშის. ნუ გასენჯა მიხვდა რომ ეს არის. არა, რა თქმა უნდა არ იყო და ზუსტად ის უნდა იყოს რაც შენ თქვი და გარკვეული სახეობის თევზი ყველაზე არ არის საუბარი. თევზსაც სახეობა ზუსტი სახელი მართლა არ მახსოვს და მას შემდეგ შემოიღო იაპონიამ რეგულაცია რომ ყველა ქვეყანაში რაც ეს არის სუში არ ერქვას. იმიტომ რომ იაპონია გეუბნება რომ ეს არ არის სუში. შენ დააქვს სუში ბარი, მაგრამ ეს არ არის სუში. სუში არის ახლა დაჭერილი თევზი მოტანილი იქვე, რაც ნუ შეუძლია თბილისში ხო იქ დაჭერილი არ ვიცი პრინავის თუ ჩამოპრინდება. იაპონიაში არ ყოფილვარ და თევზის მოყვარულის მე მაგალითად დიდად არ ვარ, მაგრამ ზღვაში, შავ ზღვაში დაჭერილი, ახლად დაჭერილი კეფალი ძალიან გემრიელია და ერთადერთი გამონაკლისი თევზია, რომელიც მიყვარს. და თუ კი დიდი ხნის დაჭერილია, ამ შემთხვევაში გემო მნიშვნელოვნად განსხვავდება. და ხილზეც აი ავოკადოზე იმის ვთქვი, რომ განა არ მიყვარს, მაგრამ აი სადღაციდან გამოგზავნილი კონტეინერი არის თვითონ რო ჩამოყრებს უნდა და ხო, და ავოკადოს გემო არის იმ ქვეყნებში, მაგალითად რომ სამხრეთ ამერიკის იქნება ლათინური ამ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, სადაც აი მოედინება ისე როგორც მაგალითად ჩვენთან გორში ვაშლი მოედინება. აი ეს არის ავოკადო. გემო სხვა აქვს. აი უბრალოდ პურზე რო გადაუსვა, როგორც ესპანელები ნიუ-იორკს უსვენ, ის უკვე სენდვიჩი არის გამზადებული და უგემრიელესია და ის მარგებელი თვისებებიც აქვს, ის ხიმიანობაც, ყველაფერი არის იმწუთიერი და ნამდვილი. და ამიტომ მე მიყვარს სადაც ვარ, იქაური ჭამო რა და აი რა არის გამორჩეული სამხრეთ ამერიკაში ავოკადოს გარდა რა პროდუქტები გახსენდება, რაც აი განსაკუთრებული გემონათვისებებით გამოირჩევა. ხო, თევზი საქართველოს შეიძლება საერთოდ არ ჭამო, იმიტომ თბილისში ხა თევზი რა ვიცი ესე დიდად არ მომინდება არასოდეს, მაგრამ ხა კარიბის ზღვის სანაპიროზე თუ ხარ თევზი როგორ არ უნდა ჭამო, ხო? ყველაზე კარგი არის იქვე შემწვარი გრილს ეძახიან? კი, რა თქმა უნდა. კი, გრილზე იწובה, ანუ და იქვე დაჭერილი ახალი რო არის, ამიტომაც გინდება და სულ იმიტომ გიჩნდება. შემოვიდა მე თევზე წინ ყავს ქვიშასთან ზიხარ და გეტყვის რომ ახლა გავალ და დავიჭერ და მოვიტან და ახლა ამის აჭამა. პესკადო ალა პლანჩა ესე ქვია. ანუ შემოაქვს იქვე გრილზე და ბრინჯს რაღაცას დაუდობს და გამზადებული სადილია ფანტასტიკური. ხო, ესეც მინდოდა მეკითხა, გარდა უჩვეულო თვითონ პროდუქტებისა, ან კერძებისა კიდევ არსებობს უჩვეულოდ მომზადება, ამასაც თავისი ხიბლი აქვს. მაგალითად მე მარიკას გადაცემაში ერთხელ მოვყევი, ვისაც არ უსვენია, კიდევ ერთხელ მოვყვები, რომ როდესაც სამხრეთ კორეაში ვიყავი, იქ არის ესეთი რესტორნები, აი როგორც ჩვენთან ახლა ვინც გვიყურებს, მას ექნება შესაძლებლობა რომ აღიქვას ასეთი მაგიდა და შუაში ასეთ გამოჭრილად ჩვენაც აი ამის ადგილას რომ იყოს ნახშირი, რომელსაც შესვლისთანავე აანთებს მომსახურე პერსონალი და იხდი შესვლის თანხას, ანუ კონკრეტულს რაღაც იმ შემთხვევაში $25 ღირა თუ არ ვცდები, საკმაოდ ზვირად ღირებულია კვება სამხრეთ კორეაში. და ირჩევ უამრავი სახეობის ხორცია, ნებისმიერი ფრინველის, ცხოველის, ასე შემდეგ, ბოსტნეული, მჟავეული და თავად წვავ. შენს თვალწინ, შენ თვითონ აბრუნებ, იქვე გირიგებენ მაკრატლებს და ჭრია ამ ხორცს ამ მაკრატლით და ახვევ ბრინჯი, ნუ სხვა გარნირია გემოვნების მიხედვით და ასე მიირთმევ. თუ გახსენდებათ რომელიმე ქვეყანა, რომელიც აი ამ მომზადების ტრადიციით არის გამორჩეული? მე იცი რა, ეს იყო შვეიცარიაში. მსგავსი შეიძლება თქვა, ანუ რა თვალსაზრისით ცეცხლზე დგას ქოთანი, ან რომელშიც არის ყველი. რაკლეტი, ხო? არა, ფონძუ. მე მგონა რაკლეტი. ფონძუ, რომელშიც დიდი გრძელი ჩანგლით იღებ პურის სპეციალური ნაჭრები, რომელსაც ჩააწობ და ესე იქ ცხეცხლოთ ცხელი იყოს, აი ერთადერთი ასეთი სახით მხოლოდ ეს მოხდა. ნაჭამი ამოავლებ, კი, იწელება, შენ დაატრიალებ შიგნით ამ ჩანგალს გემრიელად, კარგად ამოს და შესაბამისად მიირთმევ ამას. მე მოყვება რაღაცეები, რაც თუ გინდა, მაგალითად ზეთისხილსით შეიძლება დააყოლო, რაღაც გარნირები აქვს სპეციალური, რომელიც უხდება, აი მჟავეც შეიძლება მოუხდეს.
რაღაც თვალს იმპულსს და იმ ყველს და იმას და რაღაცა ესეთი ანუ ამ თვალსაზრისით აი შუა ცეცხლის თვალსაზრისით რო ვთქვა, აი მარტო ეგ მახსენდება, მაგრამ აი უფრო ავთენტურია, ნამდვილად ცეცხლში რო ჩაყოფდა ხორცს მოამზადებ, კიდე სხვა თემა. მაკრატლით რომ მოჭრი კიდე. ხო, და მაკრატლით რომ მოჭრი კიდე, რაღაცა ნაჭერი რო არ მოგეწონება და მომზადება ესე არ ვიცი, მაგრამ აი ისეთ შემიძლია გითხრა, რაც ჩვენ გვაქვს და ჩვენ არასდროს არ გაგვაქვს. ბანანი ხო გვაქვს? კი, შემოსული ეს ბანანი, მაგრამ ხო გვაქვს. და აი იქით ქვეყნებში იქნება ეს მაგალითად კუბა, კოლუმბიაში ასევე სადაც ძალიან დიდი რაოდენობით არის ბანანი. შემწვარი ბანანი არის ჩვეულებრივი კერძი, ხო, ეს შემწვარი ბანანი რო არ იყოს სუფრაზე, აი ნიგზიანი ბადრიჯანი რო დაგვაკლდება ჩვენ, ესე არის ესე ბრგვალები და ესე თხლად დაჭრილი რო ჩიფსის პრინციპითაც და ესე თეფშს ჩაგიდგავენ, კი, თეფშს ჩაგიდგავენ ესე როგორც ეს ჩიფსი, ესე და ასევე აი მთელი სიგრძე არის შემწვარი. ეს არ ნიშნავს რომ მარტო ტკბილი უნდა იყოს, შეიძლება შეზავებული იყოს. ესე რა ბანანი შოკოლადითაც მინახავს როგორ აკეთებენ ხოლმე ანუ ბანანი შემწვარი ბანანი არის ერთ-ერთი ნაციონალური კერძი. კი, სხვა შორის გემრიელია. დეპენდე როგორც იწყიან ხო გაჩნია შემწვარი სხვა შორის ძალიან გემრიელია, ვისაც უჭამს კომში განსაკუთრებით გემრიელია. და სიმინდის ფუჩეჩა, ეს სიმინდი ხო არის შეფუთული ფუჩეჩიც ხო არის ეს წვრილები როა და ზემოდან რო აქვს ესე ტყავებით ჩვენ ხომას ვაძრობთ სიმინდს. აი ეგ აქვთ მაგალითად როგორც აი ფხალის მსგავს რაღაც მასას მაგ ტყავში გადაახოვენ და მექსიკაში ესე მოგართმევენ. ისიც იჭმევა? კი, მაგასაც ჭამენ და ჩვენიერია. რა უცნაურია. ხო, და კიდე რაღაცა ესეთი რა სტრიტ ფუდზეც მინდა აუცილებლად კითხოთ, როდესაც იტალიის ბაზარზე ალაპარაკი ვასიკო. პალერმოში ხო? ოი, კარგი არის კი, იქაც იცი არის და იქაც თევზია გესმის, ანუ მოდი ამიტომ თევზზე აღარ გავაგრძელებ, თორე რო გირჩევენ და დაგძევენ. ხალხი საოცარი, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში ძალიან ხმაურიანები არ ერიდებიან ერთმანეთის გადაძახილს, რა ვიცი, და აი რა იქ გააკ, ესა გააკ, არა, ეგ რა ყველია, მან რა გიდევს, აი ერთმანეთს ესებ და ერთხელ მახსოვს მე ვიყავი კაპრიზე ყოფნის დროსაც ის თალკე თემა არის პალერმოს ბაზარი და იქ ვიყავი და ვთქვი რომ ისა ყველი მინდა მეთქი წავიღო ძალიან კარგი ყველი აქვს და იცი რა მეთქი საჩუქრად მინდა მეთქი წავიღო მე ყველი და ხო ვერ მეტყვით რომელი ავარჩიო მითხარით მეთქი რომ არ შევრცხო იქ რო ჩავიტან იქ ბაზარში ამბავი ატყდა მოიცა ეგ არ წაიღოს კაცო და მოდი რომელი ჯობია აყაყანდა აბსოლუტურად სულ ყველა ბოკლეთ ჩამოყალიბდა მე ბოლოს აბა ეს გასინე მოდი აბა ეს ნახე ხო კაი ყველა კარგია ოღონდ გესმის და თვითონ ამირჩიეს და აი ეს ღირსია იმისა რომ შენ წაიღო და თქვა რომ კაპრიდან ჩაიტანეო აი ესე და თან კარგი ფასდაკლებით ვაჭრობაც შესაძლებელი არის პომიდორი აქვს განსაკუთრებით გემრიელი იქ სამხრეთში პომიდორი არის აი გემრიელესი პატარებია ის ჩვენ სტანდარტულ ზომებზე ჩვენი ზომები არ არის რა ეს უფრო პატარები არის მაგრამ არის უგემრიელი აი ჩერის რო ვეძახით იმაზე ოდნავ დიდი სხვათა შორის ის უფრო პატარები აი ეს რაღაც საშუალო ზომისა რაღაცა და არის უგემრიელი ჩერისა და ჭოპორტის შორის ჩერისა და ჭოპორტის შორის მე ჭოპორტი მირჩევნია რაღა დაგიმალო კი აი პიცა მაგალითად მთელი იტალია თანხმდება რომ პიცა არის ნეაპოლიდან ხო ყველაზე საუკეთესო პიცა როგორც ახლა იმერული ხაჭაპური არის იმერეთიდან ისე პიცა უნდა იყოს ნეაპოლი ხო და თვითონ ნეაპოლშიც რო ჩადიხარ კი ყველა კარგია მაგრამ იქ სადაც პიცა დაიბადა პიცერია დი მიკელე ესე ქვია და ეს სულ მაინტერესებს ხოლმე მითია თუ მართლა განსხვავებული არის პიცა ხო წარმოგიდგენიათ რომ არის თხელი ხო ანუ იტალიური პიცა როგორი კარგია და იქ არ არის სამხრეთში არ არის სამხრეთში არის აი წარმოიდგინეთ აი ბოლოები პიცის არის აი საკმაოდ სკელი ისევე როგორც პალერმოში თვითონ პიცა კი თხელია მაგრამ აი ეს ისე არის და როგორ გითხარ ესე რანაირად ისეთ ადგილებში უნდა იაროს სტრიტ ფუდზე როდესაც საუბრობთ სადაც ბევრი ხალხი არ არის ანუ ადგილები უნდა იცოდე აუცილებლად სად წახვიდე სად ამზადე იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში იტალიაში პიცა არის მზა რომელსაც შეაგდებენ და გაგიცხელებენ იქვე უნდა მზადდებოდეს იქვე უნდა მზადდებოდეს ეს ყველგან არ კეთდება იმიტომ რომ დროც შედარებით მეტი უნდა ხო იმიტომ რომ იქვე უნდა ცომი უნდა გააფრთხილონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ერთი და მეორე რატო დავიწყე კაცო ამაზე ლაპარაკი ხო მოკლედ ეს ადგილები რომელიც ის არის ის ადვილად ვერ ხვდები და ვიზუალითაც არ არის აი ესეთი რესტორნები მაგალითად ის სხვა კვება არის რესტორანში რაღაც ხო იცი შეფ ზარეული გამოვიდა და მიშლენის 5 ვარსკვლავი და რაღაც ამას რო თავი დავანებოთ სტრიტ ფუდის
რესტორნები რომელიც არის, იქ ხშირად არის, აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ რო ვეძახით ბოდიშაპ სიტყვაზე და ეს არის კლიონკა გადაფარებული რო არის მარტო. აბსოლუტურად და ოჯახის წევრები რო ტრიალებენ და რო გიდებენ ამ საჭმელს, იცით და დიდად ხო გამარჯობა მოხვედი დაჯექი, აი რაღაც განსაკუთრებული დახვედრა კი არ არის. ეს ხო აბა, იმიტომ რომ აქ ჩვენთან გემრიელად კეთდება და მოდი და ჭამე. აი ესეთი ადგილებია ყველაზე გემრიელი. და ამ ადგილების პოვნა არის ხოლმე როგორც წესი რთული, იმიტომ რომ იქ ჭამ ნამდვილ ავთენტიკურ ავთენტიკურ საკვებს, რომელიც კეთდება მართლა ოჯახის ხელებით გაკეთებული რო არის და ეს გაცილებით უფრო საინტერესოა რა. აი ამას ვამბობ, სტრიტ ფუდისთვის გონია რომ პიცას ჭამ და ეს ის პიცა არ არის. ამ დროს პიცა საერთოდ სხვანაირი არის. აი პიცერია ეს მაგალითად გინდა პასტას გეუბნებით და გინდა მაგალითად სალათი ცეზარი. მაგალითად რომელიც ვჭამე ერთ ადგილას რომში, ესე დამავიწო უბრალოდ სახელი, გადაცემას უნდა უყუროს მაჩვენს კაპაკსტენდეს. მე მსგავსი საკვები საერთოდ რაც ვჭამე, არ მიჭამია იტალიაში საერთოდ. ეგ პალერმოშიც იყო კიდე ერთი ადგილი, რომელიც უგემრიელესი საკვები იყო. აი ზუსტად ესეთი ადგილი, რომ გარედან რომ შეხედა ვერც მიხვდები, რომ აქ შეიძლება რამე კარგი იყოს. მაგრამ შედიხარ და აუ ეგეთი იწყება გემრიელობები. ეგეთი დამართა ბარიში, მე საერთოდ ნამცხვები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მიყვარს შოკოლადის ნამცხვები ბრაუნი. არ მიყვარს ტირამისუ. აი ისე გავა ჩემი ცხოვრება, რომ არასოდეს კაფეში ტირამისუს არ ვიყიდნი, რომ არ მიყვარს. ბარიში ვარ და ბარიში წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მოგეხსენებათ ქართული მრევლიც არის და იტალიელებიც და მათ ასეთ მონაცვლეობით აქვთ საფლავის დალაგების დასუფთავების ტრადიცია. და ეს ყველაფერი ჩაივლის მე გვერდით ოთახში, კელიას რასაც ვეძახით, ორივე მხარე იკრიბება და ქართველები ვინც ცხოვრობენ იქ სახში მოხარშული ხინკალი და ხაჭაპური და ეს ყველაფერი მიაქვს და იმათ მოაქვს თავიანთი. აი იქიდან მოტანილი დეიდის მიერ ძველებური ემალის ჯამები რო ხო იცით დაახლოებით ესეთ ჯამში მოტანილი ტირამისუ მე ვჭამე ხეხავდი ბოლოს იმ ჯამის ძირს. ანუ იყო მაინც არ იყო მაინც კი არა ეს რა იყო საერთოდ არ ვიცი ეს ისეთი რამე იყო. იტალიაში საერთოდ ჭამაზე ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა რომელიც იტალიაშია მანჯარე, გაიგებთ? ანუ სუსაკო, სუჭამასთან დაკავშირებული. ჭამა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ოჯახი, ჭამა ეს კავშირში არის. ყოველთვის იკრიბებენ იქ ეს ტრადიცია არ დაკარგულა. იქ დედამ უნდა გააკეთოს საკვები. მეუღლე აკეთებს, დედა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კი ხვდებით, იტალიაში როგორი ამბავი არის. მამას გაკეთებული რო არის და აი ესე იკრიბებიან ნათესავები კვირაში ერთხელ ან ორჯერ 100%-იანი, არ ლაპარაკობენ პოლიტიკაზე, არ ლაპარაკობენ რელიგიაზე, ლაპარაკობენ კარგ რაღაცებს. ანუ რომ ხო, აი და იმ გემრიელ საკვებს მიირთმევენ და აი ჩემი შემდეგ კვირაში ჩემთან შევიკრიბოთ, მოდი შემდეგ კვირას აქ წამოვიდეთ და აი ეს იქ ეს ტრადიცია არ გამქრალა და არის ძალიან კარგი და იკეთდება ყველაზე გემრიელად. მე კითხა რომ ყველაზე უფრო რომელ ქვეყანას გაუწევდით რეკომენდაციას ამ თვალსაზრისით, ანუ სამოგზაუროთ კვების კუთხით, მაგრამ უკვე გამოიკვეთა რომ იტალიას, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დრო იტალიას უნდა ვთქვათ აუცილებლად, იმიტომ რომ ყველაზე გემრიელად, აი მაგალითად ვიტყვი, რომ ყველაზე გემრიელი საკვები რესტორნებში, იქ იმათ არაფერი არ დაეწუნებათ მერწმუნეთ. საფრანგეთში. აი ხა იცი რა იქ მომეწონა, აი დარდი თუ არ მოგეწონა, იმიტომ რომ ეგ არის. იციან, არ არსებობს ასე არ მოგეწონა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის საფრანგეთს თუ საფრანგეთზე ვამბობთ, ყველაზე გემრიელი არის ბაგეტი. ახალ ბაგეტს აი უბრალოდ პური ბაგეტი, იქაური ბაგეტი, ბულანჟერის, ანუ საცხობის, რომელიც ბულანჟერიდან გამოდის. ხო და აი იმას რო აიღებ და ერთ ჭიქა ღვინოსთან ერთად უბრალოდ და ყველსაც თუ დაიდებთ, აი ხო, ახლა რამდენი რასაკვები აქვს და როგორ აკეთებენ ხო საჭმელს, მაგრამ აი ეს არის ისა და ნუ ლუდი ვისაც უყვარს, უნდა ვთქვა ჩეხეთი, გერმანია, ჩეხეთი პირველ რიგში. ჩეხეთი, ჩემთვის ჩეხური ლუდზე უკეთესი ლუდი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, მე დანარჩენ გინ ბელგიაც ნაკლებად, გერმანია იყოს კი ბატონო, ეგ იმათმა. ჯერ ჩეხები და კოლენო, რომელიც იქ რა თქმა უნდა, ანუ კანჭი შემწვარი, იქ რო აკეთებენ და კიდე რაღაცა რო მინდა რომ მოვასწრო. ბერლინში ბურგერი. კი, ბურგერი. როგორ ქვია, რაღაც ბურგერი. ბერლინელი არ ვიცი, ბერლინელებით კვირეულები არის გადაცემაში არის ჩემთან სუმავიწყო მეც უნდა გადავხედო. ახლა შეიძლება მსმენელს რეკომენდაცია გავუზია, რომ ასეთი გადაცემა სუბიექტური, რომელიც იმედის ეთერში გადიოდა, უკვე მგონი ყველა ქვეყანაში იყო ვასიკო და ამბოცურა, მაგრამ 46 გადაცემა კი იყო. არ გინახავთ, აუცილებლად ჩემგან რეკომენდაცია, აუცილებლად ნახეთ YouTube არხზე, იმიტომ რომ შეიძლება სუბიექტური რო ვიყო ამ სუბიექტური უნდა. ჩემთვის ერთი რიგითი მაყურებლისთვის აბსოლუტურად გულსხმელად მინდა ვთქვა, რომ ყველაზე უფრო გამორჩეული გადაცემა გემოვნების, არ ვიცი, წამყვანით დაწყებული ტექსტებით, ულამაზესი კადრებით, მონტაჟით, შინაარსით და ყველაფრით, აი
ძალიან მაღალი დონის გადაცემა, ძალიან საინტერესო, ძალიან შემეცნებითი. ხიარულად მოკლე დროში 20 წუთიანი იყო, ხო, ქრონომეტრაჟი ესე. იცი რა, ხო, 21 წუთი იყო ყველაზე პატარა, ყველაზე დიდი 30 გააჩნია. შეგიპყრობს, სამხრეთ გადასარევი. ეს საშუალებაც ჰქონდა. ხო და აი ხარ იმ გადაცემაში გვაქვს, კარგია რომ თქვი, ცნობილი ადგილი არის, რომელიც მე შემდეგ უკვე ქსელად გადაიქცა ეს ამ ბურგერების რომელიც არის საზოგადოებრივი ტუალეტის ადგილას არის. ადრე იყო საზოგადოებრივი ტუალეტი, რომელიც გაუქმებული არის და იქ არის ყველაზე ცნობილი ადგილი და იმითი მოიპოვა პოპულარობა ამ ბურგერმა, გარდა იმისა, რომ გემრიელი არის, რომ ღამის კლუბებიდან გამოსულ ადამიანებს საკვებად ხვდებოდათ ეს და ანუ სავსე იყო ხალხი და თან გემრიელი გახდა და მოკლედ ეს ძალიან ისეთი პოპულარული გახდა, რომ მეგონი სხვა ქვეყნებშიც კი უკვე გატანილი აქვს თავისი, აი როგორც ბურგერები. ანუ ხორცის მოყვარულები მიდიან გერმანიაში, მაგრამ თევზის მოყვარულები არგენტინა როცა არსებობს ხორცზე მოდი მეც არ ვარ ნამყოფი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვინმე არგენტინელი რო ჩვენ ახლა გვისმენდეს ხორცს ნუ შევეხებით, მე მგონი, იმიტომ რომ იქ არის კულტი, იქ უბრალოდ კულტია. ფასებზეც მინდა უცბად აი კიდე რა მინდოდა მე თქვა, როგორც საზოგადოებრივი ტუალეტის ადგილი თქვა ვასიკომ და ეს იმ ხალხმა მიიღო ზუსტად ისე და იქ იყო ესეთი რეკომენდაცია მაქვს ხოლმე, რომ აი ხომ მეკითხები რომ ესპანეთში მადრიდში მიდორ მაგალითად და სად ვჭამო რაღაც, ხო და ხამონები ხო ეს ძალიან ცნობილია, რომ ხამონი და სად ჭამო, იმიტომ რომ ყველგან არის ხამონი და რომ რითი უნდა მიხვდე, რომ ის არის რაც უნდა იყოს. რომ შეიხედავ უბრალოდ თქვა ამ ხამონის კაფეში ასე ვთქვა, რაც უფრო მეტად ყრია ძირს, ხელსახოცები ლუდისჭიქა მიდგმული ეს არეული სიტუაცია და რო იფიქრებ რომ მოიმედე და აქ რა ხდება, იქ არის ყველაზე გემრიელი. სადაც არ არის გაწიკწიკებული. იმიტომ რომ იქ ხალხი არ დადის და აქ სავსეა. აქ სავსეა და მოსწრებაზე და იქვე ჭამენ, მოიწმენდნენ პირს და ის სვიბინძურის მაჩვენებელი არ არის. ის არის უბრალოდ იმ ქაოსის და იმ საერთო სურათის მაჩვენებელი, რომ გემრიელად თუ გინდა იქ ჭამო, აი ზუსტად ეგეთი ადგილი უნდა საინტერესო რეკომენდაცია. აი უნგრეთში ძალიან გემრიელია გულაში მაგალითად, რომელიც ძალიან გემრიელია. ბუდაპეშტში ეგეც ხონდა კი გადაცემაში და მაგრამ ისე ზოგადად ანუ უნგრული საჭმელი ძალიან ცხიმიანია, ეს ლანგოშები, რომელიც არის აი წარმოიდგინეთ რაღაცა პიცის ნაჭერი იყოს და ყველაფერი ერთად რო ყრია, ხორციც, ძეხვიც ეს გესმის და ეს ზეთში შემწვარი ძალიან ესეთი არის რა. გულაში რომელიც გავსენჯა არ იყო ესეთი ცხიმიანი და იყო ძალიან გემრიელი, მე არ მიყვარს. ერთი დეტალი სტრიტ ფუდზე გამახსენდა, აი მეხიკოში ძალიან უყვართ სტრიტ ფუდი, მაგრამ აი ჩვენ ხო სხვანაირი კულტურით ვუდგებით, ასე ვთქვათ, ჩვენი სტილი ესეა, რომ ვთქვათ მზა საჭმელს ან ქუჩაში გაკეთებულ საჭმელს ვიყიდით და წავიღებთ ან სამსახურში შევჭამთ ან სახლში მივიდან და ისინი აი მაგალითად ეს ცნობილი ტაკოები რაც არის და ასევე კესადიჟა. აი ეს ორივე რაც იქვე ქუჩაში მზადდება, აი დაინახავ რომ იქვე ტროტუარებზე სხედან. აი მაგალითად საოფისე ჩაცმულობით გამოსული ადამიანი ჰალსტუხით, პიჯაკით, ყველაფრით ამ კესადიჟას ან ტაკოს იქვე შეუკვეთავს, იყიდის და იქვე დაჯდება და ძალიან ისე რესპექტაბელურად ჩაცმულს შეჭამს და მერე წავა. და იქვე რომ შეხედავ სიტუაცია იგრძნობა რომ რიგიც დგას, ხალხი ძირზის და აი იმიტომ რომ გემრიელია. რომ იმითი ხო, როდესაც ზეხვი რომელიც არის შემწვარი ზეხვი რო არის ან სარდელი რომელიც არის, იქვე ქუჩაში იჭმება, რომელიც ძალიან გემრიელია და ლუდსაც აყოლებენ და ეგ არის მაგათთვის წახემსება, ასე რომ. საახალწლოს რო ქოხები გამოვაქვთ გერმანიაში და ქვეყნებში იქვე რო გიწვავენ. კი, საახალწლო ბაზრობები რო არის ხოლმე. ხამონი ხშირად ძალიან ძვირიანი პროდუქტია და ვერ ხვდებიან რატომ არის ძვირი, იმიტომ რომ ღორის ხორცია რა და ამ დროს ღორის ხორცთან შედარებით ბევრად ძვირი ღირს, მაგრამ ეგრეც არ არის. კი ბატონო, მაგის თქვა მინდა, იმიტომ რომ მე ვნახე როგორ კეთდებოდა 4 წელი კარგი ხარისხიანი ხამონის მომზადებას, ჯერ ღორს რა საჭმევენ, რკოზე გაზრდილი და ნალოლიავები, ხორცი და შემდეგ ეს არის ჩამოკიდებული უმი ხორცია, უბრალოდ მის დამზადებას ჭირდება სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი 4 წლის განმავლობაში და არ ვიცი ფილოსოფია მაგის კეთება რეალურად არ არის. როცა ნახავთ როგორ მზადდება ხამონი, აღარ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ ღირს ძვირი. ხამონებში ხამონ იბერიკო. კი, რა თქმა უნდა. და ძვირთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ, სად ურჩევდით? ყველაზე იაფი სად არის ჭამა და ყველაზე ძვირი, აქვე გავცემ პასუხს, რომ მე სადაც ყოფილ ვარ, სამხრეთ კორეა არის უძვირესი კვების თვალსაზრისით და საკვები მიმართულებით კვების თვალსაზრისით რომელია ყველაზე ძვირი არის შვეიცარია და ფინეთი და ყველაზე იაფი როგორც გითხარით უზბეკეთი არის და ანკარა ქალაქი კონკრეტულად. აუ აი თავ თურქეთში ახსენე, თურქეთში კიდე ჩიკოფტე თურქეთში არის, აი არ ვიცი თურქეთში რას მინახავს, აი ესეთი როგორი ბალანსია, ესე აი 100 რო ღირს ეს ღირს 15. აი დაახლოებით აი ესეთი განსხვავება. იაპონია, მექსიკა
და შვეიცარიაც ძალიან ძვირია. იაპონია და მექსიკას დავასახებ და ისრაელიც ძალიან ძვირია. უი არა ვარ ნამყოფი. თელავივში სუპერმარკეტში შევედით და ერთი არაჟნით გამოვიდა ჩემი ოპერატორი, იმიტომ რომ მეტი ფული არ გვეყო. იაფერატო პორტუგალიაშიც არის შედარებით იაფად გემრიელა ხომ არა ჭაჭა. უზბეკეთი. ანდალუსიაში, მალაგაში. ძალიან ეს ადამიანის ისი რამდენი რამე მაქვს. გაგაჩვენოთ ჩვენს მენელს მადა აღეძრა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელობებზე ვისაუბრეთ. უდიდესი მადლობა ასეთი რეკომენდაციებისთვის, საინტერესო და გემრიელი რეკომენდაციებისთვის. მე მსმენელს ვემშვიდობები მომავალ 4 შაბათამდე ჩვენს ვემშვიდობები და უსურვებთ რომ ბევრი იმოგზაურონ და ბევრი საშუალება გქონდეთ და ბევრი გემრიელობა. ამოდით სანახავად სხვადასხვა გასინჯონ ქვეყნების და ბევრი საკვები გემრიელობის სხვადასხვა ქვეყანაში. მადლობა.